კახაკალაძე და ანდრეი შევჩენკო წლების განმავლობაში მეგობრები იყვნენ. მათი გზები ჯერ კიევის დინამოში გადაიკვეთა, მოგვიანებით კი ორივე მილანის ფეხბურთელები გახდნენ. პროფესიონალური სპორტიდან წასვლის შემდეგ კი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის საქველმოქმედო მატჩებში იღებდნენ მონაწილეობას. შევჩენკოს კახაკალაძემ საქართველოშიც არაერთხელ უმასპინძლა. დღეს კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახაკალაძის შესახებ ნეგატიურად საუბრობს და ამბობს, რომ მათი ურთიერთობა დასრულებულია. მე არ ვურთიერთობ კალაძესთან, მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს. შევჩენკოს მიერ თბილისის მერზე თავდასხმას კახაკალაძე გამოეხმაურა. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შევჩენკო დღეს ჭირისუფალია და მისი განცხადებების გარჩევა და მათზე პასუხის გაცემა მისთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე ჭირისუფალთან პოლემიკაში შესვლას და განმარტებების კეთებას არ გეგმავს. რა პასუხისმგებლობით ჩემგან, მაშინ, როდესაც უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში და მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ უსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორც მდგომარეობაში დღეს უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. დღეს უკრაინა არის განსაცდელში, სისხლისგან იცვლება და შევჩენკოს რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ დღეს არის ის ჭირისუფალი. შესაბამისად, მე როგორც ქართველ კაცს, ქართველ ადამიანს, ჩემი კულტურიდან, ტრადიციებიდან გამომდინარე, შევიდე პოლემიკაში ჭირისუფალთან, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ან რაიმე განმარტებები ვაკეთო აღნიშნულთან დაკავშირებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება ის საშინელება უკრაინაში და უკრაინელი ხალხი შეძლებს გაანალიზებას იმისა თუ რა მოხდა და ჭრილობების მოშუშებას. რომ გავიგოთ, რამდენად ახასიათებს უკრაინელ ფეხბურთელს ახლო მეგობრების დამოკიდებულების უცაბედი ცვლილება, განსაკუთრებით თუ ეს რაიმე ტიპის გამორჩენასთანაა დაკავშირებული, კონკრეტულ მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ. შევჩენკოს ცხოვრებაში ერთი უკვე ყოფილი მეგობარი ანდრეი პოველკო არსებობდა. ისინი წლების განმავლობაში ახლოს იყვნენ, თუმცა გარკვეულმა გარემოებებმა და შევჩენკოს ამბიციებმა მათი ურთიერთობა სამუდამოდ შეცვალა. შევჩენკო პაველკოს ქალიშვილის ნათლია. ამის შესახებ უკრაინული პრესა 2012-16 წლებში აქტიურად წერდა. ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ. ვინ იქნება ფეხბურთელის მესამე შვილის ნათლია პაველკო მარიცის, მაგრამ გვარწმუნებს ის არა. ანდრეიმ უკვე მონათლა ჩემი ქალიშვილი და ჩვენ ჭეშმარიტად უკრაინულად დავნათესავდით, ვფიქრობ საკმარისია. ფეხბურთი 24 გიყვებათ ანასტასიაზე, ანდრეი პაველკოს ქალიშვილზე, რომელიც ოქროს ბურთის მფლობელის, ანდრეი შევჩენკოს ნათლულია. მათი ურთიერთობა 2021 წლიდან დაიძაბა, როდესაც შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, პაველკო კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. შევჩენკომ პრესკონფერენციაზე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ზეწოლა ფედერაციის მხრიდან მოხდა და წასვლას არ აპირებდა, რის გამოც საზოგადოების ნეგატიური ტალღა საკუთარი მეგობრის და ნათლულის მამის წინააღმდეგ მიმართა. ანდრეი შევჩენკომ გამართა სპეციალური პრესკონფერენცია, რომელზეც მან განაცხადა, რომ არ აპირებდა უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას, მაგრამ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ მას არ შესთავაზა კონტრაქტის გაგრძელება. ამის შემდეგ ინტერნეტში აღშფოთების ტალღა მოიცვა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ანდრეი პაველკოს მიმართ, რომელმაც მანამდე შევჩენკოს წასვლა 44 წლის სპეციალისტის სურვილით, საკლუბო სამუშაოზე გადასვლის სურვილით ახსნა. პაველკომ შევჩენკოსთან იჩხუბა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას სახსრები არ აქვს და ფიფას ემათხოვრება. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში ვითარება უფრო და უფრო აირია, რაც პაველკოს დაკავებით დასრულდა, რასაც უკრაინელი იურისტები არაკანონიერად მიიჩნევდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაპატიმრების მიზეზი ერთი იყო, მას პოსტი შევჩენკოსთვის უნდა დაეთმოდა, მისთვის კორუფციული სქემის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა. ამის შესახებ ადგილობრივი დეპუტატებიც კი საუბრობდნენ. ბანკოვას სურს პაველკო დაარწმუნოს საკუთარი თანამდებობა შევჩენკოს სასარგებლოდ დათმოს. ესაა დაკავების ჭეშმარიტი მოტივი. ბანკოვას მიზანი აშკარაა. ფედერაციის პრეზიდენტად ანდრეი შევჩენკო დანიშნოს და გამოიყენოს იგი პოლიტიკის გასაკეთებლად და ფეხბურთში კორუფციული სქემებით ფულის გამომუშავებისთვის. პაველკო ჯერ სოლიდური გირაოს ქვეშ გამოუშვეს, შემდეგ 60 დღით დააკავეს, რასაც მისი პოსტიდან მოხსნა მოყვა. გათავისუფლებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ის კვლავ დაიჭირეს. უკვე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ შევჩენკოს პაველკოს გახსენება დღეს აღარ სურს და მის შესახებ დასმულ კითხვებს თავს არიდებს. ეს დახურული თემაა.
როგორც ჩანს, შევჩენკო იმ მეგობრებთან დაკავშირებით ვისზე საუბრის მორალური უფლებაც არ აქვს, ერთნაირად საუბრობს. ერთ შემთხვევაში მეგობრის ღალატით პირადი კეთილდღეობა შეიქმნა, მეორეს ღალატით კი მის შენარჩუნებას ცდილობს.